დავით აღმაშენებლის გამზირი ისტორიას განახლებული სახით უბრუნდება. 1 წლის განმავლობაში აქ არსებული ნაგებობები წინა საუკუნეების ფოტომასალაზე დაყრდნობით აღადგინეს. ყველა ახალი არქიტექტურული და დიზაინის ელემენტიც სწორედ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით შეიქმნა. ქუჩის გახსნამდე 2 დღე რჩება. ტურისტული, კულტურული, სავაჭრო და გასართობი ცენტრის ფუნქციას აღმაშენებლის გამზირი 23 ნოემბრიდან შეიცავს. ისტორიული ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. მსგავსი მასშტაბის სახელმწიფო პროექტი ქვეყანაში პირველად განხორციელდა. აღმაშენებლის განახლებული გამზირი მიხეილ სააკაშვილმა ღამით თბილისის ვიცე-მერთან ერთად დაათვალიერა. ეს მენეჯმენტ ჯგუფია, ვინც ხელმძღვანელობს ეს რა შენობა? ეს არის შტერნის აშენებობა. კარგად გააკეთეს გარი ბაიჩა. კი? გუშინათერღავი მუშაობს. კი, თერღავი. აი დაიწყო გარესტორნება, გაკაფეება ქაულობის. ესე შარდენის განვითარება დაიწყო 2004 წელს ვარდების რევოლუციაში. ხა შარდენზე არაფერი იყო, ერთი კაფე იყო, პატარა რაღაც მანამ, ხო? და შარდენი, ბამბის რიგი, მე გუდიაშვილის ქუჩა, რკინის, ისა ყველაფერი, ეს იყო პირველი წრიული განვითარების. აქ წამოეხა მეორე ესე და ბოლოს ესე მე ვარანცოვის გავლით შეერთება რიყეზე და გადავაშისებ შარდენს და ავა თავისუფლების მოედა. ამხელა ცენტრი, გასართობი, ტურისტული დასასვენებელი მე არც ერთ ევროპაში დედაქალაქი არ ვიცი რო ხონს. რომელსა? ლონდონში. ასეც შეიძლება. მე გაწმენდის დროს აღმოჩნდა რომ ნახევარი ქვარი და ნახევარი აგურია გადაღებილი იყო, ზევით მოხატულობა ყოფილა და ეს ყველაფერი საარქივოდ აღადგინეთ და ზუსტად იმ მე-19 საუკუნის სურათი. ეს პორტალი ჩამონგრეული იყო, მარმარილოს მასალა, ეს სვეტები, მაგის მიხედვით აღადგინეთ. თერმოგარი. ვარ შეიძლება ბრენდები შემოგვიყვება. დამთავრდა თუ არა? მალე დამთავრდა. მოიცა ზეგამდე დამთავრდება ეს? კი ბატონო. შუშები ჩაისვა და ფასად მოხსით ხარჩოებს? შუშები და ბოლო პირის ხება მე. შიგიდაც კაი დამთავრებულია ეს უკვე. მალე. შიგიდ მან გარემონტება შორ. აი უკვე ეზოში. რა ოფისია? ქვევით არის ესეთი სავაჭრო და ხო გასართობისა და ზევით მეორე მესამე სართულზე ზოგანის არის, ზოგან სახელმწიფო საკუთრება მერის. აჰა. ეს რო ისავდება. ესენი ყველაფერი ეს რა არის? ეს საცხოვრებელი სახლია. ეს თავის სახლი არის შეიძლება. საცხოვრებელი სახლია, რომელსაც დაჭირდა რამდენი მეტრე მარტო გამაგრება. ხო, მარტო გამაგრება. ეს საცხოვრებელი სახლია ორივე საცხოვრებელი. კი, საცხოვრებელი სახლი. სხვადასხვა ხალხს ხდება. სხვადასხვა ოჯახები. სასახლეში ჩასახლებულა რამოსოვას. ის რაღაცა იმაში ბარაკში ცხოვრობდა რეალურად, იმიტომ ეს ვახსოვს ჩამონგრეული იყო და შესახდნენ სასახლეში. ეს ფაქტობრივად გამზადებული იყო დანგრევისთვის. ამას არაფერი შეელებოდა ეს პროგრამა რო არ ყოფილიყო. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს შემოსული. შენობებს ისტორიულ უბანში ძველი იერსახე დაუბრუნდა. თბილისის მერიამ ამისათვის საარქივო მასალები გამოიყენა. ყველა სახლს საძირკველი და კედლები გაუმაგრდა, ჩატარდა ფასადების რესტავრაცია. აღმაშენებლის გამზირზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქ 24 საათიან რეჟიმში ამ დრომდეც მიმდინარეობს. მალე შუაღამე იქნება და გუშინ წინ გამოვიარეთ აქ დილის 4 საათზე. და ნაწილი მუშების თბება და თან წინა დღეებში ძალიან ციოდა. და ნუ ის იყო რომ ძალიან მძიმე იყო სამუშაო, ღამე ყინვები იყო აქა და 1 წუთი არ გაჩერებულა სამუშაო, დღე და ღამე 24 საათი. იმიტომ რომ ჩვენი დავალება იყო რომ პლეხანოვი, ყოფილი პლეხანოვი და პლეხანოვს იმიტომ მეძახი რომ აქ დავიბადე და პლეხანოვი იყო როცა დავიბადე, თუმცა რა თქმა უნდა ესა სხვა სახელი ქვია. უნდა დამთავრებულიყო ვარდების რევოლუციის წლისთავისთვის 23 ნოემბრისთვის. და მარტო ის კი არა რომ მიყვარს წლისთავები.
არამედ იმიტომ რომ ეს იყო ის ვადა, რომელიც სულ რომ მიწა გამხდარი იყო და რეაბილიტაცია როდის დავიწყეთ დათო? ჩვენ დავიწყეთ შარშანს შუა სეზონში. აი წარმოგიდგენთ, შარშან შუა სეზონში თქვით, რომ შემდეგი წლის 23 ნოემბერს ეს უნდა დამთავრდეს და წუთი წუთზე დამთავრდება. აი ესე ყველაფერი გეგმაზომიერად. და თან ესეთი რაღაცა ხარ, რასაც უყურებთ რა, პლეხანოვი არასოდეს არ ყოფილა ასეთი ლამაზი. რატო? იმიტომ რომ როცა დაიწყო აშენება, რაღაცებს უკვე აშენებდნენ, მერე სანამ მეორე აშენდებოდა, ის პირველი ძველდებოდა, მერე მესამე რაღაც ბარაქს ჩადგავდნენ, ერთ სიტყვით. არასოდეს ამ სახით არ ყოფილა, იმიტომ რომ აქ სადაც ცუდი შენობები იყო და თავიდან 4-5 ძალიან მაგარი შენობა, ახალი შენობა დაემატა და ყველაფერი ისეთ ფორმაში მოიყვანა, რომ თავის შემქმნა არქიტექტორებს მე-19 საუკუნეში რო ენახათ, მართლა პირს გააღებდნენ გაკურებისგან. მე იცით რომ რეპუტაცია მაქვს რომ ხანდახან ზედმეტ ტრაბახობ საქართველოს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ევროპაში ამხელა მასშტაბის სამუშაოები ჯერ არსად არ მინახავს და მეორე არსად არ მინახავს ამხელა დიდი ცენტრი ტურისტული და კულტურული მნიშვნელობის როგორც საქართველოში. სამუშაოები არის დასრულების სტადიაში, ფაქტობრივად დარჩა 2 დღიანი დასუფთავების და მცირე არქიტექტურული დეტალების დაყენების პერიოდი. სერიოზული სამუშაოები დაიწყო შარშან, ეს იყო მიწისქვეშა სამუშაოები და გამაგრებითი სამუშაოები. პირველი ნაწილი დასრულდა გაზაფხულზე. აღმაშენებლის გამზირზე რესტორნებსა და კაფეებთან ერთად სხვადასხვა ოფისები და მაღაზიები განთავსდება. მიხეილ სააკაშვილი ისტორიული ქუჩის მცხოვრებლებსაც შეხვდა. როგორ დადებთ? ერთხელ ნახო რა, ცხოვრებაში. როგორ გააკეთეს? კარგად, ძალიან დიდი მადლობელი ვარ. ძალიან. ეს ისეთ ლამაზ შენობა იყო და როგორ იყო მიტოვებული გარედან? ძალიან ლამაზია. გაამაგრეს საფუძველი მაინც. ხო, ყველაფერი გააკეთენ, ძალიან კარგად, მადლობელი ვარ ყველას. ბოდიში რომ ღამე შემოგეჭერე. ლამაზი ხარ. მადლობა. ხო, კარგი ადგილია, მართალია. ესე აქ დავარნილი იყო ბინების ფასები, სადაც ერთი 5-6 წლის წინ. ყველაფერი გააკეთენ, ეს ფანჯრები, ყველაფერი გააკეთენ. ჩემ მეგობრებმა აი ესეთი ბინა 2 ოთახიანი იყო და 5 წლის წინ, სადაც 15-17 $20,000 და ეხა ესეთივე ბინებს, მაგის ეგეთივე სახლი ყიდიან 100 და 150. ეს ადგილი არის ძალიან ემოციური, იმიტომ რომ აქედან სადაც 200 მეტრში კამოს ქუჩას დავიბადე სამშობიეროში. მე მომიყვანეთ აი ამ სახლში, აი ზუსტად ამ სახლის მეხუთე სართულზე, სადაც პირველი წლები გავატარე ჩემი ცხოვრების და შემდეგ პირველი სამსახური მქონდა უკან აი ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, სტაჟირება სამსახური, როცა მე-4 კურსზე ვიყავ, სწავლობდი კიევის უნივერსიტეტის და მაშინ ახლახან შექმნილი იყო ისეთ საგარეო სამინისტრო, რომელიც დაიწყო უკვე დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მომზადება და აი ერთ-ერთი პირველი სტაჟიორი, ვინც ვიყავით, მივედი აქ სწორედ აქ მუშაობდი მაშინ. და ჩემი ბავშვობა. პლეხანოვი აქაურობა არ ითვლებოდა პრივილეგირებულ უბნად. აქ იყო ძალიან ცუდი ხარისხის სახლები, აქ ცხოვრობდა შედარებით ნაკლებად პრივილეგირებული ხალხი და პრინციპში ყველა ფიქრობდა, რომ აქედან გადასვლას ფიქრობდა, რომ თუ რაღაცას ცხოვრებაში მიაღწევს, გადავიდოდა ტყურის მეორე სანაპიროს და ახალ სახლების შესახლებოდა. ახლა თბილისის ახალი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრალური უბანი და ალბათ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო უბანი გახდა აქ. და ეს მართლა პირველ რიგში დათოს დამსახურება და მისი ჯგუფის, იმიტომ რომ მათ რო არ გადაენახათ ეს კარგად, ჩვენ ვერავინ ვერ მიხვდებით, მაგრამ თავარი აი ამ ხალხს, აი ნახე, თერი ღამე რამდენს უხდით მაგრამ მუშებს? არა, მაღალი ხელფასები. ნუ რამდენია? 500 და ზევით. ხო, მაგრამ ნუ 500, 700, 800 ლარად დღეც მუშაობს და ღამე ყინვაში, უბედურებაში მუშაობს, წვიმაში, თქესში ყველაფერში. განრიგი რთულია. მაგარია რა. ძალიან რთულია. და ეს ამ ხალხს ხა დათოს სახელს შეინახავს კიდე ისტორია, როგორ შეინახა ამ ჩენებლების და ჩვენ ამათ მაინც უნდა ვუთხრათ მადლობა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველაზე მეტ საქმეს აკეთებს ის ანონიმური ადამიანები, ვინც აი ეგერ არიან და მართლა საოცრებას ქმნიან ყველაფერს. და ეს გაგრძელდება იქით, შიგნით უკან ჩვენ თბილისში საერთოდ არ უნდა დავხვდეს არაპრივილეგირებული უბნები. ეს არის ძალიან პრინციპული. ყველგან სადაც აკადემია იცხოვრებს, ეს უნდა იყოს ცხოვრების ძალიან მაგარი ქალაქი. და ერთი რაღაცა რომ მართლა აი დავფიქრეთ. არც ერთ ეპოქაში, არც ერთ დროს, არავის დროს 5 წელიწადში ცალკე აღებული არ გაკეთებულა ამდენი არაშენებულა ამდენი თბილისში, რამდენიც ბოლო 5 წელიწადში. და შემდეგ 2 წელიწადში აშენება ამ 5 წელიწადზე მეტი. ამიტომ საინტერესო ეპოქაში ცხოვრობ და ეს მახარებს. აღმაშენებლის განახლებული გამზირი შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაათვალიერა. ვანო მერაბიშვილი ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს და იქ დასაქმებულებს გაესაუბრა.
ბოლო სამუშაოები გვაქვს გადარჩენილი, 24 საათიანი გრაფიკი გვაქვს ფაქტიურად და ძირითად რაღაცები დამთავრებულია და დასრულების ისინია დარჩენილი. სულ სხვა პლეხანოვი იყო და ეხლა სულ სხვა არის. აბსოლუტურად ყველანი მადლობლები ვართ, ყველას მოგწონს. აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები შარშან დაიწყო. მშენებლობის პირველი ეტაპი გაზაფხულზე დასრულდა.